ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი პირდაპირ კავშირშია მის ხარისხთან. რაც უფრო მაღალია წარმოების სტანდარტი, მით უფრო კონკურენტუნარიანია პროდუქტის საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოში ბოლო წლებში ამ მიმართულებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გაიზარდა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების აქტიურობა გლობალურ ბაზრებზე და საერთაშორისო მასშტაბით ცნობადობაც. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის მკაცრი კონტროლი, რომელიც ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურების მიერ. ჩვენ ვაკეთებთ როგორც ქიმიურ პარამეტრებს, ასევე მიკრობიოლოგიურ ანალიზებს, ჰიგიენური სერტიფიკატისთვის საჭირო ანალიზებს, ასევე მომართვიანობა, ასე ვთქვათ, საცალო ანალიზებზე, მეწარმეს არამ ჩამოასხავს ბოთლში ღვინოს. ბოლო წლებიდან გამომდინარე, ლაბორატორიაში ჩატარებული ანალიზების შედეგებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვეთრად გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი. 2025 წელს ხარისხის კონტროლის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით შემოწმება 360-მდე ღვინის კომპანიაში ჩატარდა და საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ხარისხის შესაფასებლად 279 ორგანოლეპტიკური დეგუსტაცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც როგორც მწარმოებლების მხრიდან სტანდარტების დაცვის გაუმჯობესებაზე, ისე კონტროლის ეფექტიანობაზე მიუთითებს. ვაკონტროლებთ მევენახეობიდან დაწყებული ბოთლში ჩამოსხმამდე თითოეულ პროცესს, ვაკონტროლებთ ყურძნის სიმწიფეს, ყრეფის დროს, გადამუშავების პროცესებსა და დავარგებას. ვიყენებთ როგორც ტრადიციულ ტექნოლოგიებს, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ სტაბილურად მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 2026 წელს ხარისხის კონტროლი კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და გაძლიერდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა როგორც საექსპორტო, ისე შიდა ბაზარს, რათა ქართული ღვინო აკმაყოფილებდეს ყველანაირ სტანდარტს, რაც თავის მხრივ მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის.